განვიხილოთ მიმდინარე ბედის მატრიცის ფულის ზონა. ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს წერტილი, ეს წითელი წერტილი, რომელიც არა მარტო ფულის, ასევე ეს არის ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი ზონა. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვიყოთ ჯანმრთელები და ასე ვთქვათ, ფულის შემოსასვლელი კარი გაიღოს. ეს არის სისტემურობა, წესის დაცვა, რიგის დაცვა, კანონების დაცვა, აუცილებლად ყველა საბუთი, ყველა დოკუმენტი უნდა იყოს მოწესრიგებული და გაფორმებული თქვენ სამუშაოსთან დაკავშირებით. იერარქიის დაცვა და ყველაზე მთავარი სწავლა და ამ სწავლის გაცემა ნებისმიერი ფორმით. რა დაეხმარება ამ ღია კარში შემოსულ ფულს? ეს არის ფართოდ აზროვნება და საზღვარგარეთი. ნებისმიერი შეხება საზღვარგარეთთან, უცხოელთან, საზღვარგარეთთან, დიდი მასშტაბური პროექტები. ასევე მინდა ვთქვა, რომ სამშენებლო თემები ძალიან ახლოს არის თქვენთან და ასევე თუ საქმეში რაიმე გაჩერდა, ჩამოინგრა, არასოდეს არ უნდა გაიკიდოთ ამას, არ უნდა ინერვიულოთ ამაზე და იქნება აუცილებლად ბევრი ნგრევები და აუცილებელია, რომ ესეთი დამოკიდებულება გქონდათ. წავიდა, უკეთესი იქნება მომავალში. ხო, ფულის ზონა, ფულის ენერგია პირდაპირ კარმული არის, რაც ანიშნებს იმას, რომ როგორი სინდისიერიც იქნებით, როგორი პატიოსანიც იქნებით, იმ ინტენსივობით შემოვა თქვენთან ფინანსები. თქვენს მორალურობაზე არის აბსოლუტურად თქვენი ფინანსები დამოკიდებული. ხოლო ის, რომ როგორ დააბალანსოთ სიყვარულსა და ფულს შორის ენერგიები, ეს არის ის, რომ არსებული ფინანსები ყოველთვის გაიმეტოთ საკუთარი თავისთვის, საკუთარ თავს არ უთხრათ სიამოვნებებზე უარი და ასევე იყოთ ხელგაშლილი და ვისაც თქვენი დახმარება, ფინანსი არის, საჩუქარი არის, კეთილი დღეობა, მოკეთ ხელგაშლილები უნდა იყოთ. ეს იქნება ძალიან დიდი ბალანსი. აქვე გადავალთ სასიყვარულო ზონაზე და ჩვენ კარმის კუდი განვიხილეთ და ვიცით ვისაუბრეთ უკვე აი ეს მძიმე წერტილი სამიანზე, რაც იქნება მთავარი ხელისშემშლელი რამ თქვენს პარტნიორულ ურთიერთობასთან დაკავშირებით. ანუ რას ნიშნავს ხელისშემშლელი? სამიანი ნეგატივში არის საკუთარ თავის არ მოვლა, არ პატივისცემა, ჩაკეტვა, შიში ბავშვობის ყოლასთან დაკავშირებით, ხო? აქაც სამიანი ძალიან ხელგაშლილი უნდა იყოს, ხო, ძალიან მზრუნველი, ამ ყველაფერზე უარის თქმა და ასე შემდეგ მე ბევრი ვისაუბრე ამ სამიანზე. ეს არ უნდა გააკეთოთ, თუ გინდათ, რომ სიყვარულში გაგემართლოთ. ხოლო რაც შეეხება პარტნიორი, როგორი პარტნიორი მოვა თქვენთან? თქვენთან მოვა თუ არ დაამუშავებთ ამ ენერგიებს კარგად, მოვა ძალიან ინფანტილური, ბავშვური, ქარაფშუტა ადამიანი, რომელიცთვისაც ყველაფერი სულერთია. ხოლო თუ დაამუშავებთ ამ ენერგიებს, მოვა ადამიანი, რომელიც გაგიმარტივებთ ცხოვრებას, გაგიაულებთ, სიბსუბუქე შემოიტანს თქვენს ცხოვრებაში და სილაღე შემოიტანს თქვენს ცხოვრებაში. ხო, აი ესეთი რამ არის სასიყვარულო თემა. აბა თქვენ როგორი პარტნიორი გყავთ? პირველი ვარიანტი თუ მეორე ვარიანტი? ხო, ანუ საერთო ჯამში რა უნდა გააკეთოთ სიყვარულისთვის? ეს არის ზრუნვა საკუთარ თავზე და სხვებისთვის. ბავშვების თემა, ბავშვები თქვენთვის მნიშვნელოვანი არის, 19-ის ბავშვია, 3-ის ბავშვია, აი ბავშვების თემა არის აუცილებელი და 22-იც ბავშვია. აი ძირითადად ვიტყვი, რომ თქვენში არსებული ბავშვი უნდა გააღვიძოთ, გააცოცხლოთ და რაც გიყვართ, ხო, რაც გიოცდებიათ, აუსრულოთ ეს ყველაფერი თქვენ თავს და ასევე მე მინდა გითხრათ, რომ გიყვარდეთ ბავშვები ზოგადად, ძალიან კაია ელემენტარულად ჯიპებში შოკოლადები და კამფეტები იქნება და საყვარელი, ყველა ბავშვი საყვარელია, მაგრამ პანია კუჩარი, ხო, თქვენ ეზოში შემოდიხარ წარმოიდგინე და ბავშვები თამაშობენ და დაურიგო მათ ეს კამფეტები. ძალიან კარგად აისახება შენს პირად ცხოვრებაზე. რაც უფრო კარგად მოექცევი ბავშვებს და ბავშვებზე
იქონია წყალობა ეს მით უკეთესი პარტნიორი მოვა და ბედნიერი იქნები პირად ცხოვრებაში. ხო, ეხლა მინდა რომ შემდეგ ვიდეოსთვის ჩავიწერო წლის პროგნოზი და უკვე გადავიდეთ საქვარეულო ეგრეგორებზე, ბებიებზე, ბაბუებზე, დედის მხრიდან, მამის მხრიდან და სანამ მაგას ვიზამდე, დღეს მინდა ჩავატიო ამ ვიდეოში თქვენი დანიშნულებები, თქვენი დანიშნულებები. მაშ ასე ვიხარ შესულიერად და როგორ აღიქვავ თავს სულიერად და საერთოდ სულიერებისკენ მიმავალ გზა რო სწორად დამუშავო რა უნდა გააკეთო. ეს არის ძალიან დიდი ძალა, სიძლიერე და შენ აღიქვავ რომ საერთოდ სამყაროს ღმერთს ხო აქვს ძალიან დიდი ძალა და ეს ძალა არის შენში. ნახე, ღმერთი არის ჩემში არსებობს და მე ვარსებობ მასში. ნახე, რაღაც ესეთი გათავისება და შენ უნდა გქონდეს იმის რწმენა და იმის შეგრძნება, რომ ყველაფერი შეგიძლია. შენ გაქვს ძალა, ყველაფრის შეძლების ძალა, ყველაფერს გადაიტა, ყველაფერს მოერევი, ყველა პრობლემას გადააგორებ და ასე შემდეგ და 11 ენერგიას ფიზიკური ძალაც არის და შენში ნახე არსებული ენერგია ყოველთვის უნდა ასე ვთქვათ გამოდევნო რის ხარჯზე. ეს არის ფიზიკური ვარჯიში. აი, როდესაც ივარჯიშებ, ხო, ან რაღაცა ფიზიკურ სამუშაოს შეასრულებ, შენ ყოველთვის გექნება ეს ამაღლებული გრძნობა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ დაისვენო, დასვენების დროს დაისვენი აუცილებლად, ენერგიებს რო აღიდგენ, ისევ და ისევ ეს დიდი ძალა და ენერგია გახარჯე. ნუ ცხადია, ამ გახარჯვას თუ კარგი მხრივ გახარჯავ, მით მეტი სულიერი სიმშვიდე და სიწყარე და ბედნიერების შეგრძნება გექნება. რაც შეეხება მატერიაში, რომ იყო ძლიერად, ეს არის ისევ და ის, რომ ჩაურმავდე შენს სულს, შენს პიროვნებას, რასაც ახლა აკეთებ, იმით რომ სწავლობ შენ ბედის მატრიცას, ხო, ისმე, თუნდაც ეს და ნახე, რასაც აერჩევ კიდე, ხო, ნებისმიერ სფეროს ჩაუღრმავდი ბოლომდე, ფესვებამდე, ეს მოგიტანს, აი ეს ძირფესვიანი ჩაღრმავება და შესწავლა ამისი მოგიტანს, ასე ვთქვათ, მატერიაში სიმტკიცეს და მატერიალურ კეთილდღეობას. და აი ამ ორივე ენერგიის ბალანსი არის 20 ეგრეგორი და ეს არის ის რომ ზოგადად მოდი ესე ვიტყვი, ხო, რჩევას მოგცემ, რომ იზრუნე შენს წინაპრებზე, გარდაცვლილ ადამიანებზე და ზოგადად რასაც შეეხები, ისევ იმას ვიტყვი რა, ყველაფერს ფესვებამდე ჩაყევი, ეცი პატივი და გაიცანი მას. სიტყვაზე მათემატიკის სწავლას აპირებ, ბოლომდე ჩააყევი ამ ყველაფერს და მაძლიერება გამოხატე. მუსიკის სწავლას აპირებ, ზედაპირულად არა, ძირფესვიანად ბოლომდე ეზიარე მის ეგრეგორს. რაც შეეხება მეორე დანიშნულებას, ეს არის კაცებთან და ქალებთან ურთიერთობა, ხო? აქაც 20 ენერგია გაქვს, აი ძალიან ჭარბობს შენთან ეს 20 ენერგია და ეს არის რომ აი ნებისმიერი ურთიერთობა რომ დაგილაგდეს, ეცი მის ფაესვებს პატივი. ანუ გესმით რა დონეზე უნდა მიხვიდეთ ამ ადამიანთან, ნებისმიერ ადამიანთან, ვისთანაც გინდათ რომ კარგად იურთიერთოთ, გაიცანი მშობლები, შეპირდათ არ გაიცნოთ, მაგრამ აი კონტაქტი, ენერგეტიკული კავშირი დაამყარე. მიკითხეთ მისი ბებია, ბაბუა, ზოგმა ეხლა თვითონ არის ის ბებია და ბაბუა მიყავდა, მაგრამ აი თქვენ რო კარგად იყოთ, ოჯახით გაიცანით, ანუ ხობს სამყარო რომ მეათ ფესვებს შემხო, ძალიან მტკიცეთ, ძალიან მჭიდროდ და გაბედულად. ხოლო შენი სულიერი მისია, ვინ ხარ შენ ღმერთისთვის, ეს ენერგია არის 6-იანი და სამყარო გეუბნება შენ, რომ უბრალოდ შენში არის ძალიან დიდი ძალა სიყვარული, საოცრად დიდი ძალა სიყვარულის. ოღონდ 6-იანი მინუს ახასიათებს ის ხოლმე, რომ ამ ძალას ეძებს სადღაც სხვაგან, ვიღაცაში არა შემოკარგო, ეს სიყვარული არის შენში და დაიწყე ამ სიყვარულის აღქმა შენი საკუთარი თავის შეყვარებით და როდესაც შენ თავს შეიყვარებ, შენ შეგიყვარებს ყველა, ვინც კი გინდა რომ შეგიყვაროს, ყველას ეყვარები. ჯანსაღი სიყვარული და არა ავადმყოფური მინჯაჭულობებით, რაც
600-ს გააჩნია მინუსში. ეს დღევანდელი თემა ესე იყოს და როგორც გითხარით, შემდეგზე უკვე წლის პროგნოზს გავაკეთებ და გადავალ საგვარეულო ეგრეგორებზე. ვისაც სურს ბედის მატრიცის გაკეთება, ან შესწავლა შეუძლიათ ამიკავშირდეს. დროებით.